რუსეთის რამდენიმე რეგიონში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. ინფორმაციას თავად კრემლის პროპაგანდისტული არხები ავრცელებენ. კანგაშია ასტრახანის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ლიპეცკის, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში. გამოცემა კიევ ინდეპენდენტი უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის პირად საუბარში უფრო თამამად მოქმედებისკენ მოუწოდა. გაგლოევი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობიდან გადადგა და პუტინის მრჩეველი გახდა. მისი განცხადებით ახალი თანამდებობა პუტინმა გუშინდელი შეხვედრისას შესთავაზა. მზად ვარ დავდგე მის გვერდით, თქვა გაგლოევმა. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მარატ კამბულოვი იქნება. ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომათ თოყაევი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება. ყაზახეთი და ცენტრალური აზია ბუნებრივი გლობალური კარიბჭეა, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მისი თქმით, განიხილავენ, როგორ შეუძლია გლობალურ კარიბჭეს რეგიონების დაახლოება და კეთილდღეობის მოტანა. ძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა 2 ბავშვი, ისინი გახურებულ ავტომობილში დაიღუპნენ. ამის შესახებ როიტერსი წერს, ქვეყანაში სკოლების ნაწილმა სწავლა შეაჩერა. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში კი ტემპერატურის მაჩვენებელმა ისტორიული რეკორდები მოხსნა. ქალაქ ბორდოში ჰაერის ტემპერატურამ 41.9 გრადუსს მიაღწია.